ერთი ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ბევრი ასეთი ერთი ამბავი. სულიდან ჩემს ცხოვრებას და ასე ზიგზაგებით მატარებდნენ სადღაცას. მაგრამ ერთს გავიხსენებ, იმას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს ცხოვრებას. მე თითქოს მინდოდა ყოფილიყავი ჟურნალისტი. იმ 40-იან წლებში ახალგაზრდა გაზეთებში ბევრი იბეჭდებოდა ჩემი ლექსები, ჩემი სტატიები და ყველას მეგონა რომ ჟურნალისტი უკვე ვიყავი. საბუთებით ჩავაბარე ჟურნალისტიკას, მაგრამ მეორე დღეს უკან დამიბრუნეს და მითხრეს, რომ შეცდომით მივიღეთო მედალოსნების ადგილი, თურმე შევსებული იყოო. მე სხვა არჩევანი აღარ მქონდა. მეორე პროფესია ნავაროდივე არ მქონდა და ჩემმა თანაკლასელმა როლანდ კილაძემ, რომელიც ცნობილი კილაძის რეჟისორის შვილი იყო, მითხრა რა გასხვება შენ ჟურნალისტი ისედაც ხარ უკაო. მოდი აღმოსავლეთ ცოდნეობაზე შევიდეთო და პირველად გავიგე სიტყვა აღმოსავლეთ ცოდნეობა. იქვე უნივერსიტეტის კორპუსში შევიტანი ეგ საბუთები, მაგრამ მეორე კურსიდან, ეს უკვე 1951 წელია, მე ვიფიქრე უნდა დავეხმარო დედაჩემს. მარტოხელა ქალია, ორ ბავშვს აგზრდის, მამა ომში დაგვეღუპა და რაღაცა უნდა შევეშალო მატერიალურად და გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო. მივედი რაიკომში, მითხრეს აჰა შენ მიმართვა. დავხედე მიმართვას და მივინებული ვიყავი ერთ ძალიან ცნობილ სკოლაში პიონერხემწვალად. მივედი დირექტორთან, იმ კაცს მართ შემომხედა, ქაღალდს და ხედამარტო და ასეკნა. წამოვედი უკან. მივედი რაიკომში და მომწეს მეორე მიმართვა. მაშინ აქცადიო. იქაც პიონერხემწვალის ადგილიაო. დავხედე გარეთ ქუჩაში, რომელიც სკოლაა და სამუშდა იგივე სკოლა, რომელიც მე ერთი წლის წინ დავამთავრე. ეს იყო მე-7 ვაჟთა სკოლა. ახლანდელი 53 სკოლა ბარნოვის ქუჩაზე. ჩემმა დირექტორმა დიდი ხალისით მიმიღო, ყოფილმა დირექტორმა, რა თქმა უნდა, თქვა ჩვენ ხელს შეგიწყობთ და გაჩხიკინებული ბიჭი, რომელიც თვითონ გავდი მოწაფეს, მე-11 კლასეს, დავინიშნე პიონერხემწვალად. გავიდა 3 თვე და ამ სკოლამ სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენები მომავალზე. ყველაფერი დამეკარგა, ჟურნალისტობაც, დიპლომატობაც და არ ვიცი კიდევ სხვაც, თუმცა შეიძლება მეოცნება. და მხოლოდ ერთი, მინდა ვიყო პედაგოგი. მინდა ისე გამოგვიწე სურვილი, რომ მიკვირდა კიდეც ადრე მასწავლებლებს ვერ ვიტანდი. მეორე მათგანი არ მიყვარდა და მათთან მუშაობა ვერ წარმომედგინა. ახლა ჩემ ყოფილ მასწავლებელთან მუშაობ. მეც მასწავლებელი პედაგოგი ვარ და გულში მეღვიძება სურვილი, სხვა არაფერი არ მინდა. არაფერი. ეს იყო 1951 წელი. დღეს არის 2026 წელი. მე სკოლისთვის, პედაგოგებისთვის არასოდეს მიღალატია. არასოდეს მქონია სურვილი, რაღაცა აქ მოხვდი. რაღაცა მასწავლებლობა. არასოდეს გამჩენია სინანული იმის გამო, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. და სულ შეიცვალა. გავხვევი ამ პედაგოგობაზე, ჩემ თავს უთხარი, ან უნდა ვიყოს საუკეთესო, ან არაფერი. გავიდა რამდენიმე წელი, აღარ ვიცი რამდენი გამოდის. 51-დან 2026 წლამდე 60 რაღაცა რა თუ მეტიც. აი ეს არის ჩემი არაპედაგოგური სტაჟი არ მიყვარს საერთოდ. ეს არის ჩემი პედაგოგური ცხოვრება. ხშირად მეკითხებიან, უკან რომ დაბრუნდე, რა საირჩევდიო? უკან რომ დაბრუნდე და ისევ ეს საბუთები უკან მომიტანონ, მადლობას ჩამოვართმე, მაშინ კი ვიწყინე, მადლობა შემორდა ვეტყვი, გადამარჩინეთ მეთქი თქვენ, ვარ თუ არა ბედნიერი კაცი? ვარ, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მიმუშავია. ვაკეთებდი ყოველთვის იმას, რაც მინდოდა რომ მეკეთებინა. აი 1000 დღე გავიდა და ყველა დღის მადლიერი ვარ. ამ ჩემი გამოცდილებით
ყველას ვეტყვი, რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, კარგი თუ ცუდი, არაფერი არ შეიძლება უარყო. კარგიცა და ცუდიც ცვლის შენს ცხოვრებას კარგისკენ. მაგრამ როცა ცუდი ხდება, გული ტკივაგ წინს, შეიძლება ვიღაცას გაუბრაზდეს, შეიძლება წაეჩხუბო, შეიძლება უარესიც გააკეთო. მაგრამ ვინც გონიერია, ამ ცუდს მიიღებს როგორც მომავალ საწყის რაღაცა, აი ბედნიერების ნაწილს მიიღებს. და ასეც მოხდება აუცილებლად. ვინც არ უნდა გადაათვალიეროს თავისი წარსული ცხოვრება და მოაგროვოს ცუდი შემთხვევები, იქვე დაინახავს ამ ცუდს რა კარგი მოყვა. ამ ცუდსაც რა კარგი მოყვა. ამ კარგსაც ცუდი მოყვა, მაგრამ მე კარგი მოყვა. აი ესეთი ბორბლის რეალია ცხოვრება. მაღლა მიდის, მაგრამ ხან კარგი იქნება, ხან ცუდი. ეს ცოდნა ეხლა მაქვს. მაშინ რომ მქონოდა იმ გოგოსა და ბიჭს გადავეხოვე და ვეთქვი, თქვენ აგაშენათ ღმერთმა კაცო, გზაზე დამაყენეთ. გზაზე.